უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს დანიშნვას არ გეგმავს. აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რითიც უარყოფს გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კენჭისყრის ომის წლის თავზე დანიშნვის თაობაზე. მანამდე რედაქცია წერდა, რომ კიევმა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. მასთან ერთად კი სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ რეფერენდუმისთვისაც. მათი ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს მოსთხოვა ორივე ღონისძიება 15 მაისამდე ჩაეტარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს დაკარგავდა. Щодо виборів наміру оголосити 24-го перший раз чую. რაც შეეხება არჩევნებს და განზრახვას, რომ ის 24 თებერვალს ჩაუნიშნოთ, ამას პირველად ვისმენ და ამაზე მხოლოდ Financial Times-ი საუბრობს. არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც მივიღებთ საჭირო უსაფრთხოების გარანტიებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების საკითხი წამოწიეს უკრაინის პარტნიორებმა, თავად უკრაინას ეს საკითხი არ წამოუწევია. თუმცა არჩევნებისთვის მზად ვართ, ამის მიღწევა მარტივია. უნდა ამოქმედდეს ცეცხლის შეწყვეტის პირობა და არჩევნებით შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უსაფრთხოების საკითხია. და თუ ჩვენ წამოუწევთ რეფერენდუმის საკითხს, აქაც საჭირო იქნება ცეცხლის შეწყვეტა. იმიტომ რომ რეფერენდუმსა და არჩევნებს მსგავსი სტრუქტურა აქვთ. 24 თებერვალი კიევისთვის მძიმე თარიღია. 4 წლის წინ ამ დღეს მეზობელმა ქვეყანამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და კრემლის გაორმაგებული ძალისხმევით. ამაღამ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით პირდაპირ კიევს შეუტია. ადგილობრივი მთავრობა იძულებული გახდა მოქალაქეებისთვის თავშესაფრებში გადასვლისკენ მოეწოდებინა. კინჟალის ტიპის რაკეტები მოიგერიეს ლვოვში. იყო დარტყმა დნეპრზეც არიან დაშავებულებიც. ყველაზე მძიმე კი ღამემ ხარკოვისთვის ჩაიარა. აქ დრონებით თავდასხმამ სრულად გაანადგურა საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბოჰოდუხივში. შედეგად დაიღუპა 2 წლის ტყუპი ბიჭები და მათი 1 წლის და 34 წლის მამასთან ერთად. გადარჩა მხოლოდ ორსული დედა. მას მძიმე ტრავმები აღენიშნება. ამ ქალაქზე რუსეთის დარტყმები მიმდინარე კვირას ინტენსიური იყო. 4 დღის წინ მათ 10 წლის ბიჭი იმსხვერპლეს. Жінка 34 წლის ქალი სასწაულებრივად გადარჩა. ის დარტყმამ სახლიდან გადააგდო. მას პირველი ხარისხის დამწრობა აქვს. ასევე აქვს ჭრილობები მთელ სტანზე. 3 ბავშვი და მისი მეუღლე გარდაცვლილები არიან. ისინი ჭერის ჩამონგრევას ემსხვერპლნენ. დარტყმის ხმა გავიგონე, თუმცა მის მასშტაბს ვერც კი მივხვდი, ვიდრე შედეგი არ ვნახე, როცა გარეთ გამოვედი, წარმოუდგენლად დიდი ცეცხლი იყო. ნარჩენები ჰაერში დაფრინავდა, სახეზე ავიფარე ხელი, რომ არაფერი მომხვედროდა. მძიმე ომის ფონზე, სულ უფრო ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე, თუ როდის დასრულდება ის. ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები მეტნაკლები შედეგიანობით ფასდება, თუმცა ჯერმან ვერ მიაღწია მთავარს ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით დონბასის რეგიონს ითხოვს. კიევი ართმობს. უკრაინას იმედი აქვს, რომ ამერიკის დახმარებით რუსეთი კომპრომისებზე წავა. ბოლო ინტერვიუში ქვეყნის ლიდერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ომის ზაფხულამდე დასრულება. Чи вважаю я, що може бути завершення війни? ვფიქრობ თუ არა რომ ომი დასრულდება, ეს დამოკიდებული არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ შტატებზეც, რომელმაც რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს. მაპატიეთ რომ ვამბობ უნდა, მაგრამ არ არსებობს სხვა გზა. თუ არსებობს ნება არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ აგრესორისგანაც, მაშინ ომის დასრულებას შევძლებთ. აქ ვერ გეტყვით რომ მე მოსკოვში მოლაპარაკებებზე ვერ ჩავალ. პუტინთან შესახვედრად ჩავალ იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც უდავოდ აგრესორია ამ ომში. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზება და შევხვდით რუსეთის წარმომადგენლებს ამერიკაში, ევროპაში და ნეიტრალურ ქვეყანაში, ნებისმიერ სახელმწიფოში გარდა რუსეთისა და ბელარუსისა. ამასთან გეტყვით, რომ ჩემი აზრით ამერიკამ და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ უკრაინასთან, რადგან ეს საკითხი ჩვენ გვეხება. რუსეთთან მარტო ბრძოლით და ამერიკის ან ევროპის მხრიდან მათთან დამოუკიდებელი საუბრებით მხოლოდ რუსეთი თუ მოიგებს. ერთად უფრო ძლიერები ვართ. რუსეთსა და უკრაინას შორის მორიგი მოლაპარაკებების თარიღად 17-18 თებერვალი დასახელდა, თუმცა რუსეთი ჯერ ამ თარიღებს არ დათანხმებულა. ბოლო მოლაპარაკებებზე, რომელიც მხარეებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით აბუ-დაბიში ჩატარდა, ომის პატიმრების გაცვლა შეთანხმდა. ტექნიკური და ჰუმანიტარული შეთანხმებების მიღმა კი პოლიტიკური გარღვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გრძნობიარე ტერიტორიული საკითხების გამო.